თბილისი, მზის და ვარდების მხარე. აქ ყველაფერი სიყვარულით სუნთქავს. ქუჩები, რომლებიც საუკუნეების ისტორიას ინახავენ. ბაღები, რომლებიც ფერებით ივსება და ადამიანები, რომელთა სითბოც ამ ქალაქს განსაკუთრებულს ხდის. თბილისობა, ეს არის დღე, როცა თბილისი თითქოს ხელახლა იბადება. შემოდგომის ოქროსფერ ფერებში გაბრწყნებული ქალაქი მუსიკის, სიხარულისა და ტრადიციების ცოცხალ ფერწერულ ტილოდ იქცევა. ვითი გამოირჩევა თბილისობა თქვენთვის და რას ნიშნავს ეს დღესასწაული? გამი თბილისობა დიდი დღესასწაულია, რაღაც ეროვნულია, რაღაც არის ჩვენი მშობლიურია, ჩვენი სისხლი და ხორცით ასე ვთქვათ, ჩანერგილია ჩვენში, რომ ხარობ გულით ხარო და მიხარია, რომ ქართველად დავიბადე. საქართველოში ვცხოვრობ და კერძო თბილისში. ეს შემთხვევით ძალიან სასიამოვნოა. მიულოცავ კიდევ ჩემ თბილისელებს, მთელ საქართველოს მიულოცავ ამ დღესასწაულს და მრავალს დაესწარით. იხარეთ ჩემო ქართველებო, იბედნიერეთ. დღესასწაული შეგრძნება ყოფილა, როდესაც თბილისის ქუჩებში შეგიძლია რომ ამ ჩვენი წინაპრების ულამაზესი ტრანსპორტი ცხენებით რომ ვიაროთ და ვიმოგზაუროთ და მგონია რომ ყველამ უნდა გამოსცადოს. მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ თბილისის, თბილისელების, რომ ღმერთმა მიბოძა ქიზიყელბის, რომ მე მეიდანზე ვიდგე და ვიმუშაო და რა თქმა უნდა დღეს თავისი ჟრიამული არის, თბილისობა არის, უფრო მეტი ხალისია, მეტი ბავშვი არის, გართობა მეტია და რა ვიცი, ვცდილობთ რომ ეს ძველი ტრადიცია გავამყაროთ, სამწუხაროდ ძალიან ცოტანი დავრჩით ამ ტრადიციის მატარებელი ხალხი. დედაქალაქის ქუჩებში სტუმართმასპინძლობის ქართული ტრადიციები გაცოცხლდა. აქ ერთმანეთში ირება ღვინის სურნელი, კერძების არომატი და ხალხის გულწრფელი ემოციები. როგორია თბილისური ტრადიციები საქართველოში? ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ასეთი ტრადიციები საქართველოში. მიულოცავ ყველა ქართველებს თბილისობასა და მშვიდობა და გაისაქმეთ ყოფილიყოს ყოველთვის. წვადაობა, ღვინისმა და ქეები და ერთმანეთის სიყვარული. დაადრიალეთ, აი ასეთი რო გახდება ხორცი, მაშინ აი შემწვარი, აი ფერს რო შეიცვის. 14 წლის ღვინოა. ქვებზე დამზადებული. ოჯახის ღვინო შენახული გვაქვს ხოლმე თბილისობისთვის, ამ დროს ვიყენებთ ამ ღვინოს და საპატივცემულო სტუმრებს ვასმევთ. ყველას კი არ ესმევ ეს ღვინო. დიდი პატივია, აი. გაუმარჯოს თბილისობას. თბილისობას გაუმარჯოს. მრავალ საგვასროს ღმერთმა. ყველა ქართველი ერთად. ვინც მოვიდა გაუმარჯოს. სწორედ ასეთი წარწერა შემხდა ახლა თბილისის ქუჩებში სეირნობისას და ვიცით ქართველებმა რომ ღვინო არის ჩვენი უძველესი ტრადიცია და მრავალწლიანი კულტურა გვაკავშირებს ღვინოსთან, ხო? და თბილისობის დღესასწაულს გვერდს ვერ ავუვლიდით ღვინის გარეშე. გილოცავთ თქვენ თბილისობას. მადლობა, გილოცავთ ასევე. მიხარია ეს დღესასწაული წელს განსაკუთრებით ლამაზად აღინიშნება. და მოდით ამ ჩვენი ოჯახის ფევრის ღვინით ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს. აუცილებლად უნდა გაუმარჯოს ჩვენს ულამაზეს ქვეყანას. ასეთი ლამაზი ამინდით გვაქვს და მზე ანათებს. მზის და ვარდების მხარეა ნამდვილად თბილისი. გაუმარჯოს, ხო? დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი სილამაზე სწორედ გამოფენა გაყიდვები იყო. აქ ადამიანები ხელნაკეთ ნივთებს, ტრადიციულ სამკაულებს და თავიანთ ნამუშევრებს გვაცნობდნენ. ძალიან საინტერესო და ლამაზი ხელნაკეთი ნივთი ვიპოვეთ. აქ სიყვარულია ვაწარია და მგონია რომ ზუსტად აქ რაც ხდება თბილისში, ეს არის სიყვარული. თქვენი აზრით რა აქვს განსაკუთრებული თბილისობის დღესასწაულს, მაშინ როცა ყველა ადამიანი ერთიანდება და ნამდვილად ერთ დიდ სიყვარულს ქმნის? კი, რაღაც ერთსულოვნება ჩანს. ბევრი ხალხია, ბევრი სტუმარია, ბევრი მასპინძელია და ეს ყველაფერი, რა ვიცი, თავისებურად გვაბედნიერებს ჩვენც. წიგნის მეგობარი, ასე ქვია, აქ რაც ხდება
იმ აქსესუარებს, ხო და თბილისობაც მგონი ძალიან მეგობრული დღესასწაულია. გილოცავთ თბილისობას, მოგვიყევით. ესე იგი, წიგნის მეგობარი შექმნილი 2018 წელს და არის ჩემი საავტორო დიზაინი, რომელიც ამარტივებს წიგნის კითხვას, ანუ კომფორტულს ხდის კითხვას და მაქვს განსხვავებული ტექნოლოგია ხის დამუშავების, ან ზეს და ლაქს არ ვხმარო. შეგვიძლია ახლა დავაწეროთ სასურველი წარწერა. მაგალითად, შუა დღეში თბილისობა 2025. ძალიან კარგი. ჩვენი სამახსოვრო საჩუქარი იქნება თქვენგან. დავაწეროთ მაშინ. თბილისობის დღესასწაულზე უძველესი ტრადიციები გაცოცხლდა. მათ შორის ყველაზე სანახაობრივი სწორედ რომ ქართული ჭიდაობაა. ჩვენი ძალის, სიმამაცისა და ღირსების ყველაზე კარგი სიმბოლო. ქართული ჭიდაობა ძველი დროიდან მოდის და ჩვენთვის აქ ახალგაზრდებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს ქართული ჭიდაობა და ვაგრძელებთ ჩვენ ძველი თაობის ტრადიციას. მოიგეთ ჭიდაობა? ფინალში გავედი დღეს. საკმაოდ კარგი ბიჭები შემხვდნენ. გილოცავთ ყველას თბილისობას. ჩვენ ვებსახურებით ქართულ ჭიდაობას და მზად ვართ სუმუდამ რომ ვებსახუროთ ბოლომდე. მრავალს დაესწროს ყველა თბილისელი და ყველა ჩვენთაგანი. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს თბილისობას? დიდი მნიშვნელობა, დიდი. მე ამაყება რომ მე ქართველი ვარ. თბილისობა პირველად თბილისში 1979 წლის ოქტომბერში ჩატარდა. დღესასწაულის მიზანი იყო, რომ თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს ერთად ეზეიმათ დედაქალაქის ისტორია, კულტურა და ტრადიციები. პირველი თბილისობა იმდენად მასშტაბური და ხალხისთვის საინტერესო აღმოჩნდა, რომ ის ყოველწლიურ დღესასწაულად ჩამოყალიბდა. თბილისობის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა ქუჩის ბაზრობები, კონცერტები და ფოლკლორული ღონისძიებები, ქართულ ჭიდაობასა და თამაშებში შეჯიბრებები. თბილისობა მალე იქცა არა მხოლოდ თბილისელთა, არამედ მთელი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ფერად ზეიმად. თბილისობა ყოველთვის იყო სხვადასხვა კულტურებისა და ეროვნების შეხვედრის ადგილი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს მონაწილეობა მიიღეს ეთნიკურმა უმცირესობებმაც, რომლებმაც თავიანთი ტრადიციებით გაამდიდრეს დღესასწაული. აზერბაიჯანულ კუთხეს წარმოვადგენთ დღეს აზერბაიჯანელი ხალხის ტრადიციებს, კულტურას. ჩვენთვის თბილისობა ნიშნავს ურთიერთობას, მშვიდობას, მეგობრობას, იმიტომ რომ თბილისი ყოველთვის იყო ურთიერთობის დედაქალაქი. რა გაქვთ დღეს გამოფენილი და წარმოდგენილი? აქ არის აზერბაიჯანული ფახლავა, შეკერბურა, ყველაფერი არის ხელით შექმნილი, ირავანის ქადა, ყარაბაღის ქადა, ესე ქვია სხვათა შორის. ერთადერთი ხილია ბროწეული, რომელიც სულ რო არ ვარგოდეს მისართმევად, ხეზე რჩება და არ ვარდება ხიდან და ეს ნიშნავს ოჯახის სიმბოლოს, რომ ოჯახი ყოველთვის ერთია. დღესასწაულზე პატარა სტუმრებიც განსაკუთრებულად არიან გაბედნიერებულები. ქალაქის პარკებსა და მოედნებში საბავშვო ზეიმები იმართება. ბაშო, მითხარით როგორ მოგწონთ დღევანდელი დღესასწაული თბილისობა და რომ მოხვედით აქ რა გდაგხვდათ? მე ძალიან მომეწონა თბილისობა, რადგან ძალიან ბევრი ატრაქციონია და ძალიან გასართობია ყველაფერი. შენ? მე იმიტომ რომ დღეს ძალიან კარგად გავერთე და ყველაფერი ძალიან კარგი იყო. გილოცავთ თბილისობას. ღმერთმა კარგად გამყოფოთ და ბედნიერად. დღეს თბილისობაა და მიყვარს ჩემი დედაქალაქი. ჩართ. გილოცავ ქვერას თბილისობას. გიხარია რომ აქ ხარ? კი. თბილისობის დიდი სახალხო დღესასწაული საზეიმო ღონისძიებებით დასრულდა, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა მოედანსა და სცენაზე გაიმართა. თბილისობა მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის. ეს დღე აერთიანებს როგორც აწყვოს და მომავალს, ისე ტრადიციებსა და თანამედროვეობას, თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს.